საქართველოს მწერალთა კავშირის, შიდა ქართლისა და ახალგორის რეგიონალური ორგანიზაციის ინიციატივით გორის სულხან ცინძაძის სახელობის მუსიკალურ კოლეჯში ვახტანგ ცეცხლაძის 70 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა მუსიკოსებმა მიიღეს. დღევანდელ დღეს ჩატარდა ჩემი 70 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი. მიუხედავად იმისა, რომ 70 წელი ახლა ახალგაზრდების გადმოსახედიდან ბევრია, მე მაგალითად აგვიზნებ, რომ 70 წლის ვარ, თორმე ყურიზერში ყოფილა 30, 40, 50, 60 და 70 და კიდე რამდენი ნონსენს უფალი არ ვიცი და რაც შეეხება ჩემ შემოქმედებას ის სიგნები, რომელიც აქამდე გამოვეცი, ახლა ვამზადებ ჩემს მერვე დეტექტორი ჟანრის რომანს, რომელსაც ქვია გასტროლა ვერდიქტის შემდეგ. ერთადად სრულდება მე მუშაობ, როგორ გითხრათ, გორში მოღვაწე პოეტების ლექსებზე ვწერ სიმღერებს. არანაირი მუსიკალური განათლება არ მაქვს. მე ვარ თვითნასწავლი მუსიკოსი და ვქმნი სიმღერებს და რამდენიმე გახიტებული სიმღერაც მაქვს. ახლა მე ვნახე როგორ იწოდა გორი და არის რა ბევრი ისეთი სიმღერები, რომლებიც დღესაც მოთხოვნადია და აქტუალურია და ხალხი სიამოვნებით უსმენს. დღეს საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის რეგიონული ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა საიუბილეო საღამო, რომელიც მიეძღვნა გორში მოღვაწე ცნობილი მწერლისა და კომპოზიტორის ბატონ ვახტანგ ცეცხლაძის დაბადებიდან 70 წლის იუბილეს. საღამოს ესწრებოდა გორის ინტელიგენცია და მაქსიმალური სიყვარული გამოხატეთ და პატივისცემა იმ ღვაწლის საფასურად, რაც ბატონ ვახტანგს გაწეული აქვს ჩვენი ქალაქის საზოგადოებისათვის თავისი შემოქმედებით. იგი არის რამდენიმე დეტექტიური რომანის ავტორი, გორელი და არა მარტო გორელი პოეტების ლექსებზე შექმნილი სიმღერების ავტორი და ასევე თვითონაც წერს ლექსებს და საკუთარ ლექსებზეც არაერთი სიმღერა აქვს შექმნილი, რომელიც გაჟღერებული იქნება. მაქვს პატივი, რომ მას მიულოცო მწერალთა კავშირის სახელით ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო ღვაწლმოსილი მოღვაწეობისათვის ნიკოლ ვერტმანიძის პრემია და ვუსურვებ მომავალშიც არაერთ შემოქმედებით წარმატებას.